ჩემი მოხსენება შეეხება ნინო მორბედაძის, იგივე ნინიკო მორბედაძის შემოქმედებას და სათაურია სამყარო, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. ნინიკო მორბედაძე ქართული ხელოვნების სცენაზე 1980 წლებში გამოვიდა. მან 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. მიუხედავად ამ ვიწრო სპეციალიზაციისა, მისი მოღვაწეობის სფერო საკმაოდ ფართოა. ის წარმატებით მუშაობს რამდენიმე მედიაში, მაგალითად გრაფიკა, ფერწერა, კინოს მხატვრობა. მორბედაძის ხელოვნება მხატვრის თვითგანჭვრეტის გზაა. არტისტის ჩაღმავებაა საკუთარ თავში. მორბედაძე ქმნის სამყაროს, რომელიც მოიცავს რეალისტურ ფიგურებს, პეიზაჟებს, ასევე უცნაურ გამოსახულებებს, აბსტრაგირებულ ფორმებს, ჩანართებს, გეომეტრიული ფიგურებით, ასოებით, ნიშნების გამოსახულებით. ყოველივე ეს სიურრეალისტურ სცენებად აღიქმება, რომელიც წარმოსახვაში, სიზმრად ან ფანტაზიებში შეიძლება არსებობდეს. თუმცა მხატვრისთვის სწორედ ასეთია რეალობა. ეს მისი სამყაროა, სადაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ერთად არსებობს. შესაძლოა მორბედაძის ნამუშევრებში კონკრეტული აზრი არ იკითხებოდეს, არ ჩანდეს პირდაპირი კავშირი რეალობასთან, მაგრამ ეს სცენები იმდენად შთამბეჭდავია, იმდენად სავსეა შინაგანი ენერგიით, რომ მისი მისტიკური, ალეგორიული სურათები ძაფრ ემოციას იწვევენ მნახველში. მის ხელოვნებას მაგიური რეალიზმი შეიძლება უწოდოთ, სადაც წარმოსახვა და რეალობა ურთიერთგადაჯაჭვულია და ერთად არსებობს. ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებში შეიცნობა დახვეწილი ხელწერის, მაღალი ოსტატობის მხატველი, გრაფიკოსი არტისტი, რომელიც არაჩვეულებრივი სიზუსტით გადმოსცემს ფორმებს, მათ მოძრაობებს, პლასტიკას, კომპოზიციის დეტალებს. უცნაური ლანდშაფტების ფონზე წარმოდგენილი ადამიანების მოუხეშავი დიდი ფიგურები არაბუნებრივად გამოიყურებიან თითქოს. ზოგიერთ მათგანს თავზე უცნაური თავსაბურავი ახურავს, ზოგიც ალოგიკურ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ზოგან მოზრდილ ფიგურებს პატარა ადამიანების სხეულები ებჯინება, ეყრდნობა. ამ გამოსახულებების კავშირი ამოუცნობია. ასეთი დაუკავშირებელი საგნებისა და ფიგურების ერთ სცენაში წარმოდგენა ნინიკო მორბედაძის ნამუშევრების სპეციფიკაა, რაც ასევე სიურრეალიზმს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაური ფიგურები ხშირად გარინდებული, უმოძრაონი არიან, ისინი მაინც დიდ ენერგიას ატარებენ და მაყურებელი განიცდის იმ შინაგან მუხტს, რაც მათშია ჩადებული. ისინი ზამბარებივით არიან. თითქოს ესაა ზამბარა გაიხსნება და ეს ფიგურებიც მოძრაობას დაიწყებენ. შესაძლოა სწორედ შინაგანი დამუხტულობა და ენერგია გადააქცევს ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებს ასეთი მძლავრი, მძაფრი ემოციის მატარებელ, ძლიერ ენერგიულ მხატვრულ სამყაროდ. მხატვრის ნამუშევრებში ამ ერთი შეხედვით მოუხეშავობისა და მოუქნელობის მიღრმა სიფაქიზეც ამოიკითხება, რაც პატარა დეტალებში ვლინდება. ეს შეიძლება იყოს კომპოზიციაში ჩასმული ერთი მონასმი, ან ერთი ასოს მოხაზულობა, რომელსაც რა თქმა უნდა ასოს მნიშვნელობა არ აქვს ამ ნამუშევრებში. ისინი ნიშნებია, ალეგორიები, რითიც მხატვარი მეტყველებს. მის ენას ემატება შენელებული რიტმიკა, მასშტაბური ფიგურები და ასე ტრივიალური, ჩვეულებრივი მოტივი მისტიკურ, ამოუცნობ, ფანტასტიკურ სცენად, თითქოს ზმანებად გადაიქცევა. ზოგადად ნიშნებითა და სიმბოლოებით აზროვნება მხატვრის მეტაფორული სამყაროს მახასიათებელია, რომლის ახსნაც არც თუ ისე მარტივია.
მიუხედავად ზუსტი მნიშვნელობების არარსებობისა, მაყურებელი მაინც ექცევა მორბედაძის სურათების შთაბეჭდილების ქვეშ. მხატვრის ნამუშევრები ძირითადად დიდი ფორმატისაა. ისინი თითქოს მთლიანად მოიცავს მაყურებელს და თავისი მხატვრული სამყაროს ნაწილად აქცევს მათ. მიუხედავად იმისა, რომ მორბედაძის ნამუშევრები ასე შეიწოვს მნახველს, ის მაინც გაუცხოვებული და დისტანცირებული რჩება მხატვრის სამყაროსთან. რადგან აქ ბევრია, როგორც უკვე ვთქვით, ამოუცნობი და გაუგებარი, მხატვრის მიერ შექმნილი ეს უცნაური სურათები, როგორც უკვე ითქვა, უზარმაზარ ეფექტს ახდენს მაყურებელზე. თავისი სიურრეალისტური, შეუცნობელი შინაარსის და იმავდროულად ძლიერი გამომსახველობისა და ძაფრი ემოციის გამო. ეს ემოციურობა კი გამოხატულია არა მკვეთრ მოძრაობაში, არა ექსპრესიულ მონასმებში, არამედ თავშეკავებულ მოხაზულობებსა და ფორმებში, რომლებიც იმ შინაგანი დამუხტული ენერგიით იკვებებიან, რაც მათში ხელოვანმა ჩადო და სწორედ ეს ენერგია გადმოდის მაყურებელზე. აღსანიშნავია მორბედაძის ხატვის მაღალი ტექნიკა, მისი დიდი მასშტაბური ფიგურების ზედაპირები შესრულებულია ზუსტი ხაზებით, შთამბეჭდავი მონასმებით. მხატვრის ხელწერაში შეიცნობა დიდი ოსტატობის მქონე გრაფიკოსი ხელოვანი, რომელიც კარგად გრძნობს სახატავს სიბრტყეს, ქმნის მასზე მასშტაბურ, შთამბეჭდავ, განზოგადებულ ფიგურებს. იმავდროულად ამ ფიგურების მოხაზულობებსა თუ ზედაპირებს დახვეწილი გრაფიკული მონასმებით ამუშავებს. ასეთი ზუსტი მონასმებითა და გრაფიკული ხაზებით შექმნილი ზედაპირები თავისთავად გამომსახველობას ატარებს, რაც ამ გამოსახულებებს ხაზოვან რიტმებში ჩადებული დამატებითი ენერგიით მოხდავს. ხატვრის მიერ შექმნილი ზედაპირებისა თუ ფორმების ფაქტურები კი ხელშესახები და დამაჯერებელია. ასე ქმნის მორბედაძე მოცულობით მკვრივ ფორმებს და ამ რეალისტური გამოსახულებების გვერდით ის ჩართავს ამოუცნობ მოხაზულობებს, უხეშ სიბრტყეებს, გაურკვეველ ნიშნებს, რადგან ასეთია მხატვრის მიერ დანახული სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მეგონა, რომ მთელი მსოფლიო, ყველა ადამიანი იმას ხედავს, რასაც მე ვხედავ. საკმაოდ გვიან გავიგე, რომ თურმე სხვები არ აღიქვამენ სამყაროს ისე, როგორც მე აღვიქვამ, ამბობს მხატვარი და დასცენს. მე ჩემს ხედვებს ხედავ, ჩემს განწყობას ხედავ. და მაინც, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც გამოსახავს ნინიკო მორბედაძე? რა სამყაროში ცხოვრობენ? რისი თქმა უნდათ? მხოლოდ კითხვები, პასუხები კი თითქმის არ არის. ემოცია და არა ზუსტი ნარატივი, ალოგიკური კავშირები, სამყარო, სადაც ქვეცნობიერი, წარმოსახვითი, რეალური ერთად არის, ყველაფერი ერთად თანაარსებობს. მხატვარი თითქოს მეტაფიზიკურ სამყაროს წარმოგვიდგენს, სადაც არაფერია კონკრეტული, არაფერია პირდაპირი მნიშვნელობის მატარებელი. ყველა გზა წარმოსახვისა და ფანტაზიისთვისაა გახსნილი. ნინიკო მორბედაძე თავისი ალეგორიული აზროვნებით წარმოგვიდგენს მხატვრულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს როგორც ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებებს, ასევე უცნაურ ფორმებს. ისინი შესაძლოა რეალური სამყაროს ინტეგრალური ელემენტები იყოს, ან სულაც მხატვრის წარმოსახვის შედეგი. ამ გამოსახულებებში ჩადებული შინაგანი ენერგია ზოგ შემთხვევაში სახვითი ობიექტების მოძრაობაში გადაედინება. ზიმერლის მუზეუმის დაჯების კოლექციიდან დაჯების კოლექციის ნამუშევრებიდან ერთ-ერთი არის სწორედ აი ეს ნამუშევარი, რომელსაც უსათაურო ნამუშევარი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ და აი სწორედ აქ ასეთი მოძრაობაა გადმოცემული. უცნაური, მაღალი თავსაბურავებით მოსილი ადამიანები მაგიდა შემოსხდომიან. ზოგი ფეხზე დგას. ღია ფანჯრიდან შემოფრენილი ჩიტების მოძრაობა ქაღალდის ჩიტების მოძრაობაში გადაიზრდება. ნატურალისტური თუ ხელოვნური ჩიტების მოძრაობის რიტმს ადამიანთა თავსაბურავების რიტმიკაც ეხმიანება.
ანუ ნამუშევარი იქნება რეალური და ირეალური, ნამდვილი და წარმოსახვითი ფორმების ერთობითა და თანამონაცვლეობით. ასე წარმოიქმნება სურათის დამუხტული ენერგია და მისტიკურობა, რაც მაგნიტივით იზიდავს მაყურებელს და იმავდროულად მრავალშრიანი ასოციაციებისთვის აღებს კარს მათი წარმოსახვისთვის. თავის კომენტარებში ხელოვნებაზე ბორის გროისი შენიშნავს, რომ ჩვენს დროში ხელოვნება აღიქმება როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციის სახეობა, სადაც მაყურებელი თავის თავს, თავის სამყაროს აღმოაჩენს. ხოლო თეოდორ ადორნოს თქმით, ხელოვნების ნიმუში წარმოადგენს საზოგადოების შიდა დაძაბულობებს და არა მის მატერიალიზებულ გარეგნობას. პოსტმოდერნული ხელოვნების სწორედ ეს სახასიათო ნიშანი ამოიკითხება ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებშიც. მხატვარი არ დებს მათში ერთ ზუსტ მნიშვნელობას, არამედ მისი ხელოვნება გახსნილია მრავალგვარი წაკითხვისთვის და თითოეული მაყურებელი იმას აღმოაჩენს მათში, რისი დანახვაც სურს. იმას ამოიკითხავს ამ უცნაურ ნიშნებსა და ფორმებში, რაც მისი შინაგანი სამყაროს ექოა. ნინიკო მორბედაძის მხატვრობა არის სწორედ იმ მრავალფეროვნების გამოხატვა, რაც ბუნებაში არსებობს და მხატვარი იმ სივრცეს გვიხსნის, რომელშიც თითოეული მაყურებელი საკუთარ თავს პოულობს, თავისი ფანტაზიით, თავისი წარმოსახვით, სიზმრებითა თუ იმ რეალობით, რაც კონკრეტულად მისია, რაც მის პერსონალურ განცდებსა და შთაბეჭდილებებს ატარებს. თავისი შემოქმედების საწყის ეტაპზე მორბედაძე ნაწარმოების შინაარს უფრო მეტად გამოხატავდა. ამ დროს ხელოვანი აღწერილობით სათაურებსაც აძლევდა ამ ნამუშევრებს. მაგალითად, აიხლა თქვენ ხედავთ სურათს, რომელსაც ასე ჰქვია. ქალები დგანან ფანჯარასთან და უყურებენ მზით განათებულ მინდორს. ნომერი 2. ანუ აღწერითი სათაურია, როგორც ხედავთ. შემდეგ მის შემოქმედებაში შინაარსი ქრება და წინა პლანზე მხატვრის ფანტაზია, მხატვრული წარმოსახვა, უჩვეული სიურრეალისტური სურათები წამოიწევს. ბოლო დროს მორბედაძე ასეთ ნამუშევრებს ფაქტობრივად არც ასათაურებს, რადგან თვლის, რომ მათში კონკრეტულობა არასდროსაა ჩადებული. შემოქმედი მთლიანობაში აღიქვამს სამყაროს, სადაც დრო და ადგილი განუსაზღვრელია. უფრო სწორად, ყველა დრო, ყველა ადგილი და ეროვნება ერთადაა გაერთიანებული. მორბედაძე გვიხსნის, რომ მის შემოქმედებაში დრო პირობითია. ქალები და კაცები ერთმანეთს გვანან. მე არც მათი თვალების გამომეტყველებას გადმოვცემ. მე ზოგადად ეს სამყარო მაინტერესებს მთლიანობაში და არა კონკრეტული ადამიანები და მათი ფსიქოლოგია, ამბობს მხატვარი. ის თავის ხელოვნებაში თითქოს კინოკადრებს ქმნის, კომპოზიციებს სივრცულად, პლანებად აგებს, სადაც ფონისა და წინა პლანის გამოსახულებები თანაბრად მნიშვნელოვანი, ურთიერთ განმაპირობებელია. ზოგადად კინოენა მხატვრისთვის უცხო არ არის. მისი შემოქმედება კინოში ცალკე აღნიშვნის ღირსია და მას შესრულებული აქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო კინო ნამუშევრის მხატვარია ის. მაგალითად, დაბადების დღე, ცისად გემულნი, ძველი ფოტო, რეჟისორი გიორგობიანი, ნოე, რეჟისორი მანაგაძე, გზაზე, რეჟისორი კობახიძე, ეს დღე რომ არ ყოფილიყო, რეჟისორი გიორგობიანი და სხვა მე. ამ ფილმის რეჟისორი აგლაძე გახლავთ, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი დეივიდ ლინჩი არის. დღეს მე ახლა შევჩერდები მის ნამუშევარზე ფილმში. ეს გახლავთ მიხეილ კობახიძის გზაზე. გამოყოფ ამ ნამუშევარს, რადგან მხატვარზე ამ რეჟისორმა ძალიან დიდი გავლენა იქონია. მორბედაძე აღნიშნავს, რომ მიშა კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი იყო, ვინც კი მას ცხოვრებაში შეხვედრია. მათი თანამშრომლობა ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ფურცელი იყო მხატვრის შემოქმედებაში. ფილმში გზაზე მხატვრის სიურრეალისტური აზროვნება და ესთეტიკა პრევალირებს ასევე, რაც რეჟისორის მხატვრულ სამყაროსთანაც უნისონშია. მორბედაძის მხატვრული ენა
მარტივი და პოეტურია. ის კინოკადრებში აერთიანებს დაუკავშირებელ საგნებს და თითქოს ბანალურ მარტივ სცენას უცნაურ მოვლენად გადააქცევს, რასაც კობახიძისეული რიტმიკა მუსიკალურ გაფორმებასთან ერთად ლირიკულ, ფანტასტიკურ, თუ გნებავთ მისტიკურ ჟღერადობას იძენს. ნიკო მორბედაძის კინომხატვრობა და გრაფიკულ ფერწერული შემოქმედება ერთიანობაში ქმნის შთამბეჭდავ, მომნუსხვე, უცნაურ და ფერებით გაჯერებულ სამყაროს, რომელიც როგორც უკვე ითქვა, თან იზიდავს მაყურებელს, თანაც დისტანციაზე ამყოფებს მას. ეს არის სამყარო, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. მორბედაძე გვიხსნის, რომ მისი მხატვრული სამყარო ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური არსებობის, ცოცხლების და გარდაცვლილების სამყაროების ერთიანი სისტემაა. ხელოვანს იქ წარმავალიდან გავყავართ და გვაზიარებს იმ მუდმივს, სადაც როგორც თავად მხატვარი ამბობს, მერე მიდიხარ, მაგრამ არ თავრდები. გმადლობთ ყურადღებისთვის.